და დღის კიდევ ერთი მთავარი თემა მასშტაბური კიბერშეტევა საქართველოში გათიშული იყო რამდენიმე ტელევიზია და ათასობით ვებ-პორტალი. ვებ-გვერდების გახსნისას ჩნდებოდა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტო წარწერით მე დაბრუნდები. ეს არის მიშას ვირტუალური დაბრუნება, ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი ლადომ გალობლიშვილი და ჰაკვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით, მოგვიანებით გამოძიებას კიდევ ერთი მუხლი დაემატა. ექსპერტების განცხადებით შესაძლოა უკვე წაღებული იყოს მნიშვნელოვანი მასალა. ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება მომხდარზე არ გაკეთებულა. დეტალებზე თამუნა გაზდელიანი ისაუბრებს. თამუნა, აღდგა თუ არა ამ დროისთვის ტელევიზიებისა და ვებ-გვერდების მუშაობა სრულად? სოფო ამ დრომდე შეფერხებით მუშაობენ სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-გვერდები, თუმცა პერიოდულად მიმდინარეობს მათი აღდგენა. კიბერშეტევის მსხვერპლი გახდნენ ასევე მედია ორგანიზაციების ოფიციალური ვებ-გვერდები, რის გამოც იმედისა და მაესტრო საინფორმაციო გამოშვება ეთერში ვერ გავიდა, რადგან კიბერშეტევა განხორციელდა შიდაქსელზეც, თუმცა პერიოდულად ისინი ცდილობენ, რომ აღმოფხვრან აღნიშნული პრობლემა სავარაუდოდ კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა TV25-ც, სადაც ეს პირველი შემთხვევა არ არის, რა დროსაც ხდება დაჰაკერება მათი ოფიციალური ვებ-გვერდის. ტელეკომპანია TV25-ში აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ მიმართონ საგამოძიებო უწყებას, რადგან ამბობენ, რომ ვერც წინა შემთხვევაში საგამოძიებო უწყებამ ვერ გამოიძია საქმე და არც ამ შემთხვევაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ობიექტურად იქნება შედეგი დადებული. მთელი დღის განმავლობაში ოფიციალური ვებ-პორტალები გათიშული იყო ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერის შემთხვევაშიც, ასევე არ მუშაობდა უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდით. საგამოძიებო მოქმედებები დილიდან ჩატარდა, მიმდინარეობდა ბათუმის საკრებულოში. სახელმწიფო უწყებებში აცხადებენ, რომ მსგავსი კიბერშეტევა მათ არ ახსოვთ. მომხმარებლებისთვის იყოს ხელმისაწვდომი. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც TV25-ის საიტი კიბერშეტევის შედეგად ითიშება. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე აღარ ვაპირებთ, რომ მივმართოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს იმის განცდა და მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს გამოიძიებს, ვინაიდან სხვა შემთხვევებიც ისე დაიხურა, რომ ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არც კი გქონია. სამწუხაროდ ბათუმის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მოხდა კიბერშეტევა. თვითონ ამ ფაქტის თანადამსწრები მეცა ვარ, როცა გავხსენით საიტი იყო დაბლოკილი, არაფერი არ იკითხებოდა და შიგნით ვერაფერ ქმედებას ვერ გააკეთებდი. ერთი და იგივე კადრი იყო მხოლოდ გამოსახული, ამიტომ ჩვენ მივხვდით, რომ აქ იყო კიბერშეტევა. ვაცნობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოვიდნენ და მუშაობენ და უახლოეს მომავალში გვეცოდება სწორი დასკვნა. ეს არის მიხეილ სააკაშვილის ვირტუალური დაბრუნება, ესე აფასებს ათასობით ვებ-გვერდის დაჰაკერებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადომ გალობლიშვილი. ამ საქმეში ვებ-გვერდების დაჰაკერებაში მიხეილ სააკაშვილსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ ისინი დგანან ამ კონკრეტულ საქმის უკან. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის უშუალო ხელშეწყობით არის გაკეთებული ეს კიბერშეტევა, რომ კიდევ ერთხელ შეახსენოს ადამიანებს, რომ ის ვირტუალურად მაინც ბრუნდება საქართველოში. რეალურად, ფიზიკურად ის საქართველოში ერთადერთი დიდას დაბრუნდება იქნება მჟავრდებული სტატუსი. ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ ვერც ამ კიბერშეტევაში, ეს არის სააკაშვილის ვირტუალური დაბრუნება, როგორც აღნიშნე, რეალურად ის საქართველოში ვერასოდეს ვერ დაბრუნდება და თავიდან ბოლომდე ეხლა რა სურათსაც ვკითხულობთ, ეს არის სააკაშვილის გაკეთებული. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ამ განცხადებას აფასებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ოპოზიცია ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო უწყებებს აკისრებს. გავითვალისწინებთ, რომ სულ რამოდენიმე ხნის წინ ლადომ გალობლიშვილმა კარბამიდი შეჭამა, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაესინჯოს სამედიცინო დაწესებულებაში, იმიტომ რომ იმოქმედა კარბამიდმა. ეხლა უნდა იჯდეს უშიშროება, უნდა იყოს კონკრეტული პასუხები, იმიტომ რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ
პირველ რიგში აუცილებლად უშიშროების სამსახურმა უნდა დადოს პასუხი, იმიტომ რომ ჰაკიმ ფაშას მთავრობაში რეალურად ჩვენ ვერ გვექნება ვერცეთ იმ კითხვაზე გაუცემელ კითხვებზე პასუხები, რაც შეიძლება და რაც აუცილებელია უნდა გქონდეს. კიბერსამართლის სპეციალისტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც მათი თქმით შესაძლოა დადგეს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შედეგად ქვეყანაში. ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სისტემა სუსტია და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს სახელმწიფომ. ასე ლევან ბოძაშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ჰაკერებს წაეღოთ სასამართლო სისტემიდან პერსონალური მონაცემები, რადგან ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაშიც კიბერუსაფრთხოება არ არის დაცული. სახელმწიფო ორგანოში შეაფასა მასშტაბი, შეაფასა ზიანის მასშტაბი, ასევე შეწევის მასშტაბი, შეაფასა თქვა დასკვნა დაიდო, რომ რაღაცა წაღებულია, რაღაცა არ არის წაღებული, ვინმე მიცის ამის თაობაზე, რამე აი ეს არის პრობლემა. ფაქტები არის უამრავი, პირველ რიგში ის, რომ მაგალითად სასამართლოზე შეწევა ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის ელექტრონული წარმოების სისტემა არის დაუცველი, არავინ არ იცის რა პერსონალური მონაცემებია წაღებული, რა საიდუმლო საქმეებზე ჰქონდათ ჰაკერებს შეწევა, რომ მოიპოვეს, ქვეყანას არ გააჩნია კიბერდაცვის სტრატეგია, არ გააჩნია შეფასება იმ პრობლემებისა თუ რა შეიძლება არსებობდეს. როდესაც სახელმწიფო ხედავ ამაზე ახდენდა შეფასების გაკეთება წელიწადის განმავლობაში, არასეთი სახელმწიფო უცხოება ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ეს ნიშნავს, რომ ან ერთი, რომ ხელშეწყობილია ეს რაღაცა და მეორე ეს არავის არ აინტერესებს. ფართომასშტაბიან კიბერშეტევის საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 284 მუხლით, რაც უნებართვოდ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება და კომენტარები არ გაკეთებულა ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან. შეგახსენებთ, დილიდან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების ოფიციალურ ვებგვერდებზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის გამოც მათზე წვდომა იყო შეუძლებელი. კომპანია, სადაც აღნიშნულ საკითხს სწავლობენ და რომელზეც არის მიბმული ოფიციალური ვებგვერდები, აცხადებენ, რომ მათ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა და ერწმუნებიან, რომ პრობლემა უახლოეს საათებში აღმოიფხვრება. დიდი მადლობა თამუნა, პირდაპირ ეთერში თამუნა გაზდელიანი საუბრობდა.